ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში. თოკაფე იღუარის და იქნება წვეთში. თოკაფე დაბრუნდა, თოკაფე აქ არის, როგორც ხედავთ, ახალი სტუმრით დაბრუნდი მეგობრებო და თუ კარგად გამოვთქვავ, ალბათ ესე იქნება Dope Z, ხო? ეგრე არის სწორია. მე ჯერ გიცნობ კიდე იქიდან მაქსიმუმი რო გერქვა. კეთილი იყო შენი ფეხი თოკაფეს პოდკასტში. მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე, მადლობა რომ მოხვედი და რაიმერუც სისტემაში გაიჟღერე ბიჭები ბეთლავდნენ რომ შენ რაის რეპერი ხარ თოკაფეს და პოდკასტზე თუ ნამყოფი არ ახარო და ესე იგი დღეიდან ოფიციალურად ვარ. მიუხედავად იმისა რომ 10 წელია რეპს ვაკეთებ ოფიციალურად 10 წლის თავზე დეკადა გავიდა და უკვე ოფიციალურად შემიძლია თქვა. მაგ თემიდან დავიწყებ ზუსტად, ოღონდ სანამ დავიწყებ, აუცილებლად გეტყვით რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით მაღაზია DL Shop-ში, რომელიც მდებარეობს ალექსანდრე ყაზბეგის 43A. როგორ მოგწონს აქ? კარგი გარემო არის, სხვათა შორის ცოტა უცნაური გარემო არის რა, მაღაზიისთვის არ არის ზოგადად, მაგრამ რეპერების პონჩი? კი და თან რა არის, ანუ ერთობლიობა კრავს ისეთ რაღაცას, რომ საბოლოოდ კარგ გარემოს გიქნის, თუნდაც როგორც მომხმარებელი რომ შემოხვიდე მოგეწონება რა აქაურობა. ეხლა უფრო კარგად შეაფასებ აქაურობას ეს DL Shop-ისგან ძმაო. დიდი მადლობა. და ჩვენი პოდკასტისგან საჩუქრად. მადლობა. ეს დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს ჯერჯერობით აქ. ბეთლის მერე ბეთლზე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაგ სიტუაციასაც ხო ის ყველაფერს სხვათა შორის რაიმერუცის ბოდიში გაწყვეტენ, რაიმერუცის რამოდენიმე რეპერს გადავიცით ჩვენი კეპკები და დოკის ეხურა ჩვენი მწვანე კეპი ძმო, ეგრე კი არ არის. აგე მე და ალექსა მივედით და დაურიგეთ იქ ხალხს ეგ ყველაფერი. ხო და გდანშიც აქვთ ასევე ფილიალი მეგობრებო, ილია ვეკუას 53 ნომერში გდანში. იქვე ბინგოს ხიდთან ჩამოვიდნენ და მოხვალთ. შეგვიძლია დავიწყოთ მოგეთ. დავიწყოთ. წყალი არ არის ჩვენი სპონსორი, მაგრამ მაგრამ წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა. რაღაცა ხუნა დავულიოთ. სხვათა შორის ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა და ცოტა გადაგვედო ჩაწე ეს ამბავი ერთი კვირით ადრეულად ჩაგვეწერა და მარცხენა ფილტვის ანთება გამეჩით აუცებ და ეს ხორ გაიჩი ალექ შენ იმასაც უყურე ხოლმე. ხო ანთია. ხო, დაურეგე. ჩუ ყველაფერზე შენ თროზუნო ძლიერა, ეგ იმას გახუანებაზე, განათებაზე, იმაზე, ამაზე და ერთი კაცი რო ხარ, ახო და ერთი კაცი რო ხარ ისეთ პონჩია, სულ ეჭვგეპარები ის ხორ გაიჩი. რუსული გამოთქმა არის ერთი ეგრე. ძინოკი ვოლკი რა. ხო, ან მონტაჟს შეხوار ორივე ისე. მონტაჟს მე ვაკეთებ, ხო. როგორ დაიწყე საერთოდ თავიდან და ეს რა იყო პირველი ბიძგი რა, საიდანაც შემოხვედი ამ თემაში? პირველი ბიძგი იყო ემინემი. წეგან მანქანაში ჩაგვერთმე და ალექსა რომ მოდიეთ სხვათა შორის. ხო, გარეთ რო გელოდებოდი, დაჟე მაშინაც ემინემს უსმენდი ახლა. და როგორ დაიწყო თან ძალიან ადრე რა, დაახლოებით ესე 4 წლის ვიყავი, რომ პირველად როცა მოვისმინე MTV-ზე ემინემი რო დავინახე, Without Me-ის კლიპი იყო, ზუსტად მახსოვს და რაღაცა აი თეთრი ტიპი, რაღაცა დიდი მაისურით, რაღაცებს ესე ხელებს იქნევს და ანუ იმ მომენტში ვერ ხვდები რა სიძახის რა. მაგრამ კაია. მაგრამ აი რაღაცა ვაიბი მოაქვს, რაღაცა გრძნობ ადამიანი რაღაცა და აი მაქედან გამომდინარე რაღაც მომეწონა რა, თან რაღაც ქერათმიანი ტიპი იყო და მეთქი რა მაგარი როჟა. შეღებილი, მაგრამ ხო, და რა მაგარი როჟა რა, მეთქი და აი მაქედან დაიწყო და მე უსმენდი და აი რაღაც უცდილობდი რომ ტელევიზორში MTV ყოფილიყო ჩართული და მე უკვე კომპიუტერებიც რო შემოვიდა და რაღაცა. ხო, MTV უკვე ნათელი წერტილი იყო ეხლა რო შემოვიდა MTV-ის თემები. ხო, და აი მე უკვე რაღაცა თუფაკი გავიგე, იქით 50 cent-ი გავიგე რაღაცა, იქით აკე ჩავეძიე B.I.G აღმოვაჩინე და რაღაცეები და მე უკვე რაღაცა კურსი მქონდა აღებული რა, რომ აი რაღაცა არა 4 წლიდან საღურე ხო რა ყოფილი ხოლმე მაგისთვის რომ. ოღონდ ანუ იმ პერიოდში ესე დისკოგრაფიებით და რაღაცებით არ ვიცოდი, ანუ რასაც ყურს მოკრავდი, თვალს მოკრავდი კი ისე ხა იმ პერიოდში როგორც ხდებოდა რა, რავი მე მგონი ყველა შენ კიდე კაი დროს დაგემთხვე ყველაფერი და ჩვენ ვაფშე კასეტები და რაღაცას თუ მოვიმპოვებდი. 2002 წლის ამბავს ყვები მე. ხო და მე უფრო ადრე მაგას გეუნები რომ 2002-ში და 2003-ში უკვე სხვა პონჩი ვიყავით დაჟე გადასული, კაი პონტი იყო უკვე. დაჟე შუქი იყო და რა. კი, შუქიც იყო და სხვათა შორის მე მგონი ყველას ყავდა ისეთი მეზობელი უბანში, რაღაცა ახალ სიმღერას რო გაიგებ და ყურს მოკრავდა, ან მოусმენდა ტელევიზორში, ეგრევე გამოდიოდა უბანში და მაგის მელოდიას უსტვენდა. აჰა. მაგას არ დავკვირვებდი. ძალიან ბევრი ტიპი იყო ეგეთი რა, სხვათა შორის. და აი რას ღიღინებან, რას უსტენ და მაგარი სიმღერა წეღან მოусმინე და რაღაც და სახელიც არ ახსოვს რა, მაგრამ მელოდია აქვს დაჭერილი რა. ანუ შენ ესე იგი მაინც ემინემით, ესე გამოდის. კი, ანუ ძირითადი ბირთვი ემინემი. და ის თემა უკვე რო აი რო ჩავარდი გონიერებაში ხო ტექსტების თემა და რაღაც როგორ იყო? ეგ ცოტა უცნაურად იყო, იმიტომ რომ მე რო ემილს რო უყურე და რაღაცა
ძალიან დამაინტერესა რომ აი როგორ აკეთებენ ტიპები მეთქი ესე რომ აი ტექსტი არა აქვს დაწერილი ადგილზე იფიქრებენ ამ ყველაფერს და თან მაგარ რაღაცეებს იფიქრებენ მეთქი რა და აი ტექსტის წერა არ მქონდა დაწყებული და დაახლოებით მე 6 კლასში ვიყავი თუ მე 7 კლასში შატალოებს დავდიოდი ძალიან ხშირად სკოლას ვაცდენდი პატარებმა არ გაიმეოროთ და ანუ სადმე პარკში დავჯდებოდი ხოლმე ჩემთვის აი თან მარტო რა ანუ არავინ რო არ მყავდა გვერდში რაღაცა აი მერჩივნა რომ ჩემთვის ესე რაღაც ჩემი ზონა მქონდა რა მოწყობილი ასე და ხო რა და აი რასაც თვალს მოვკრავდი მინდოდა რომ ის ყველაფერი გამერითმა რა მაშინ ეხა იმ პერიოდში რეალურად არაფერი არ ერითმებოდა ერთმანეთს ეხა ქვა და სკამი ცუდი რითმა არ არის დაჟერითმა ხო ანუ ზღვა კიდე კარგად ჟღერს მაინც და ხმოვნით ბოლოვდება ისე რა მაგრამ აი იმ პერიოდში რა ფრისტაილებსაც ვაკეთებდი რეალურად არ იყო ის რომ აი ვიღაცას ეთქვა რომ რაღაცა შეუძლია ამას რომ გარეპოს ხო მაგრამ მაშინ ხო ისე იყო რომ ვითომ ამერიკული პონტისთვის უნდათ რეპერს მიებაზათ ეხა მაიბახებით და იმებით აქ ვერ ილვიდი მაგრამ ქონდათ ეგ მოდელი ნაშები მანქანები კლუბები და რაც უნდათ ქონდათ და არ იყო სინამდვილეში ხა 50 cents-ო ნახავდნენ და აქაც უნდათ ეგ პონტი მაგაზე ბაზრობდნენ მაგრამ არ იყო რეალური მაინც იმ ხო ანუ ისეთი თემა არის რომ რასაც აქაური სოციუმი იძლეოდა იმ პერიოდში იმის მაქსიმალურ კარგ შეფუთვას აკეთებდნენ მეტნაკლებად მიახლოვებულს ამერიკულთან. ანუ ეგაა ჩემი დასკვნა რა, რომ ანუ ეგრე კეთდებოდა მაშინ. მაგრამ დღესდღეობით უფრო სხვა რაღაცა არის. მე მგონი მაგაზე გადავალთ უკვე. პირველი ტრეკი რამდენი წლის იყო ჩაწერილი? პირველი ტრეკი რო ჩავწერე ვიყავი 14 წლის. ანუ ესე იგი შენ ნაადრევად დაიწყე და უბერე ხო, ანუ ტექსტების წერა უკვე დავიწყე თუ არ ვცდები მერვე კლასში. და აი რაღაცა მერვე კლასიდან უკვე რაღაცა პირველი ის მქონდა რა ერთი ჩემი მეგობრის მეგობარი დღეს უკვე მეგობრობთ მე და ეგ ბიჭი ანუ ახმოვანებდა ფილმებს და მულტფილმებს რა სახლში თავისთვის და ქონდა სტუდიური მიკროფონი და ეგ რო გავიგე მეთქი აუცილებლად ერთი დღე უნდა გამომიყო მეთქი როგორმე რა 1 საათი მოვალ და აი რაღაცა ჩამაწერილი ეგეც ფრისტაილი ჩავწერე თან და მახსოვს იყო არ გახსოვს რა გარიპე რა გავრეპე არ მახსოვს მაგრამ იყო 50 cent-ის ინდაკლაბის მიწე ხო იასნა მაშინება სად იყო მაგ ინსტრუმენტების აწყობა და ნუ დღემდე არ ვიცი ძალიან ბევრჯერ ვცადე რომ აი მე სწავლა ჩემი დამეწყო აი YouTube-ზე ტუტორიალები და რავი ვიწერდი Cubase და რავი 500 გიგაბაიტის პლაგინები მქონდა ჩაყრილი და რაღაცეები მაგრამ აი რაღაც მომენტში ვიკარგებოდი რაღაც საწყობას დავიწყებდი რაღაცა და უცებ სადღაც ვიკარგები და ვეღარ ხვდები როგორ მინდა რომ განვითარდეს და აი მე ნერვები მეშტა არა არის რომ ეხა მაგალითად ხარ მეც არ ვიცი მართლა გითხრა არის რომ უბრალოდ არტისტი ხარ და შეგიძლია დავშვით გარეპო უკვე გამზადებულ ბიტზე რა მაგრამ არის რომ ეხა შეუულია მაგალითად კოკლიანი და ძალიან ბევრი არის ვინც კი გააკეთებენ ბიტს თავისუფლ ბიტზე სხვათა შორის აი კოკლიანს ძალიან კარგად გამოსდის ჩემი აზრით ორივეს ერთად შერწყმა რა თავის ხნისავართ ორივე ხა მე და კოკლიანი ხო, მაგრამ აი ყველა ადამიანს შეიძლება არ გამოუვიდეს რა არიან პროდიუსერები, даже ამერიკაშიც არიან ისეთ პროდიუსერები, ვინც რეპერებიც არიან, მაგრამ თავიანთ ბითებზე ისე კარგად ვერ რეპავენ როგორც ხვები. იცი მაგას პირველი ნიკნეიმი რა ქონდა? White nigga. White რა დრო იყო და ეხლა რაღაცა ეგეთი დაიძახო, ის არ შეიძლება ზანგის თქმა არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება. აფრო-ამერიკელი და ყველა შეზღუდეს ყველაფერი. ეგ არის უფრო ლიბერალიზმის გავლენა და მაგას არ მივესალმებ. ქართველები ვინ იყვნენ პირველი, მაგალითად, ვისაც აი მოусმინე და გაგისწორდა რომ როგორ ასწორებს. აი ეხა რაც მახსენდება ძირითადი, აი ჩაწერამდე საუბრობთ მაგაზე და ძირითადი მაინც იყო ჯერონიმო იმ პერიოდში შავი პრინცი რა თქმა უნდა და მე შემოვიდა უფრო კაბუ რაღაცა კიდე რა ლექსენი იყო იმ პერიოდში ანუ ბედინას უსმენდი თუ ისე ბედინასაც უსმენდი კი ანუ მაშინ რაც იყო ძირითადი აი სულ ამბობ ხოლმე რა რაღაცა სამეულის პონჩი იყო რომ რაღაც შავი პრინცი ბედინა კაბუ რაღაცა ეს თემა იყო ხოლმე და მერეც აქეიქა მე წავნუ ლექსენის თემაც იყო მე უკვე კომერციული პონჩი წამოვიდა ხო ანუ ეგ კიდე ცოტა რაღაც მაესტროსთან იყო რაღაცა დაალაგებული სიტუაცია და კარგი პროდუქტის შექმნა ზოგადად პროდიუსერი როცა ყავს და ხელშეწყობა გაქვს ასწორებს ეგ პონტი რა ბეთლების თემასაც რო შევეხოთ რა არხი გამოიწერეთ სტიმული მომეცით კომენტარი დატოვეთ გააზიარეთ
და აუცილებლად ზარის ღილაკი გააქტიურეთ. ხო, რო DL Shop-ში მოვიდეთ ხოლმე და ჩავწეროთ ხოლმე პოდკასტები. აბა ეხა პოდკასტი მალ-მალე დრო იყო, თავიდან რომ დავიწყე კვირაში 2 პოდკასტს ვდებდი ხოლმე, სამშაბათი, ხუთშაბათი, წამოვიდგინე. დღე გამოშვებ და ესე რომ ვდებდი ხოლმე და გიჟივი დაიძრა არხი, მაგრამ მე ეგრე არ არის ახლა რა, იქ სპონსორი არ არის, იქ ის არ არის, ეგ ეს არ არის და რაღაცაად როგორც ვახერხებთ, ვაკეთეთ. მე მახსოვ ხარ იმ პერიოდიდან მაქსიმუმი როგორ თქვა და PvP-ს აი დასაწყისიდან რომ დაიწყო, მე არ გამიმაზია არც ერთი ვიდეო და იქიდან მახსოვ ხარ. შეიძლება ახლა ახალმა თაობა არ იცოდეს დაუშვათ, მაგრამ მე მახსოვ ხარ მაშინდელიდან და ეხლა რომ გამოხვედი, მე საერთოდ პირდაპირ ვარ ხო და მიყვარს პირდაპირობა. ხო და ეხლა რომ გამოხვედი, როგორი თემა იყო, იცი? რაღაცა დავნეული, განსაკუთრებით ბოლო ვეთრი იყო, რაღაც დავნეული ბავშვი რომ გამოვა, ხო იცი, რაღაცაია და ის ენერგია და ის მუხტი რომ არა აქვს რა და აი ეგ დავუშვათ შენ თუ რომ მხოლოდ იმის ბრალია, რომ დავუშვათ წლები ჯერ საერთოდ სად გაქრიე, მაგას იტყვი ალბათ იმედია. ხო და იმ მაგის ბრალია რომ გაქრი და დაიკარგე და ეხლა თავიდან უბერავ თუ რამე სხვა მიზეზი იყო კიდე. ანუ ძალიან ბევრი მიზეზის ერთობლიობა არის რა და ეხლა ეგ რო თქვა მაგრამ ვიტყვი რა პოდკასტია ხო ანუ ვიტყვი რომ აი ვიღაცა მართქას რომ რაღაცა აი იმიტომ არ თქვი რომ აი ვიღაცა დაგიწერდა მაგაზე რაღაცა არა ვიტყვი ანუ ძალიან ბევრი მიზეზი იყო პირველ რიგში აი ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება რაც შეიძლება ჩვენი შემოქმედების გარეთ არსებობდეს და სადაც შეიძლება ადამიანს ძალიან ბევრი პრობლემა ქონდეს. აქედან გამომდინარე ვერ შეიძლება ვერ მოახერხო ადამიანმა იმის კეთება, რაც ძალიან გიყვარს, რასაც თავის დროზე ძალიან ბევრი დრო დაუთმე. ამასთან ერთად, თუნდაც აი უცხო ენასთან შეხება რო არ გაქვს ადამიანს, გავიწყდება უფრო. ხო, კი ბატონო. და ეს საქმეც ეგრე არის რა, არ არის ისე რომ აი რაღაც ბურთის კენწვლა ისწავლე და всё, აი ბურთს აკენწლი ნებისმიერ მომენტში. კი ბატონო, მართალი ხარ. მაგრამ რატო დაიკარგე მაგას ვამბობთ თუ არა? მიზეზი. ანუ ეს პირადული ცხოვრება. კონკრეტული პირადული მიზეზი, ხო. თავრე ჯამთელობით და რაღაც ხო, ყველაფერი ხო. არა, არის ხოლმე ხანდახან ჯამთელობის პრობლემაა ის და აიშვებიან ხოლმე და როგორც ფეხბურთელს მენისკი და რაღაც ეგ თემა რო ხოლმე რა. ხო, კაი, ხო და აი ეგ თემა ეხა როგორ იყო, ანუ როგორც ვიხა ისე ვერ მოემზადე თუ მოემზადე, მაგრამ მაინც ამდენი წელი არ აკეთებდი, მაგიტო შეგიშალა ხელი ამ თემას. რა იყო, იცი, ანუ მეგონა რომ კარგად ვიყავი მომზადებული და სანამ ბეთლი დაიწყებოდა დაახლოებით 9 საათით ადრე, აი დავდიოდი პროსტა სახელოსნოში და აი ვიმეორებდი ამ ტექსტებს რა და რაღაც მომენტში უცებ რა არ ვიცი რატომ არა რაღაცა ეიფორია დამეწყო და ანუ ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ვიხსენებდი. ეს უკვე რო დადექი დადგომამდე რა სანამ განათება აიწყო იქ კამერები დალაგდა რაღაცა მანამდე ანუ რო რეპეტიციობდი თავიდან მახსოვდა და მე რაღაც მომენტში აღარ მახსოვდა და აი ძალიან გავიჭედე რა და თან კიდე ის თემაც იყო რომ არასწორად მყავდა ოპონენტი შეფასებული ანუ გახვედი იმ პოჩო მე მაინც მოვიგებ მაგ დუხით ანუ ეგ დუხი მქონდა ოღონდ ცოტა სხვანაირად რა ანუ რაღაც არ ვიცი რატო და რანაირად გამოვიდა ესე ან ჩემმა გონებამ რატო ჩათვალა ეს რომ ესე იქნებოდა მაგრამ ანუ მეგონა რომ ისეთივე მარტივი ბეთლი მექნებოდა ატოსთან როგორიც მქონდა სერხიოსთან პირველ სეზონში PvP-ს ხო მეს და საბოლოოდ ანუ ისე მოხდა რომ გამოვიდა რომ ბევრად მარტივი ბეთლი ქონდა ატომ დაიწყო ეგ თემები ვაფშე რაიმე რუჩი ანუ ვად პირველი იყო რაიმე რუჩი რომ ატო და ვინ იყო მაგის რაიმე რუცის ბეთლები რო იყო ატო დაეჯახა აღარ მახსოვს ვისთანი ბეთლაო რო დაიწყეს ახლა რაიმე რუცის პირველი იყო ატო და ვიღაცა და მე მე მგონი ამატერასუს შეხვდა ატო შეიძლება ხო მე აღარ მახსოვს არც ერთი ბეთლი არ გამიმაზია რა თავიდან რაც იყო მაგათი და მე ესე დაიწყეს მე ხო არა ყურებით მეც ყველა ვიდეო მაქვს ნანახი მაგრამ ანუ ეს არ მახსოვს თავიდან სხვათა შორის ატო ცოტა მორიდებულად იყო პირველ ბეთლებზე მაგრამ აი შენთან რო გაიჭირდა ხო აი ისე დარწმუნებული გამოვიდა და რაღაც უკვე რო აიტყოდა და ტიპი რო ვაფშე ეს რო შეცვლილი ვარ კი არა ბევრად კარგად იყო მომზადებული და აი ცდილობდა რომ თავისი რაც ქონდა დაწერილი არა მხოლოდ ტექსტით გადაეფარა ჩემი რაღაცები ანუ ჩემი რაუნდის დროსაც ანუ რაღაც 1-2 რეპლიკაც ქონდა რომ არ ვარგა რაღაცა ისეს და ანუ მაგითიც ცდილობდა რომ რაც მე მქონდა ლაინები დაწერილი ის ლაინები ცოტა რაღაც ნონ-გრანტული ყოფილიყო. ის დამოკიდებულებას არ ქონდა თან მაგალითად რომ აი პიონერი თემა აი ეს კაცი პიონერი ამ ამბავში და რაღაცა გამოვიდა რომ აი ნარავნია დაუდგე ტიპს ხუაზე ხარო ხო ანუ ჩემი ტოლი და სტორია რა ესე გამოვიდა და ის არა რომ თან ბევრი რაღაცა
გამირწყარა. ანუ რაც მე მეწერა რაღაცა მუმიაზე მქონდა რაღაცეები დაწერილი ის და მე რაუნდი იწყება და ისე გამოვიდა რომ თითქოს წინასწარ იცოდა. ხო რა და იმენა დახვედრებული ქონდა და ამასინაც მაგაზე ვსაუბრობდით მე და ატო რა რომ რანაირად მოხდაო ეგ და რა ვიცი მეთქი ანუ ჩემ ტელეფონში თან არიცოდით ერთმანეთს. ანუ ბეთლზე ვიყავით შეხვედრილები რამდენჯერ. თორე ეს ანუ ბეთლის გარეთ და რაღაცა საერთოდ არ მქონდა გადაკვეთა რა ანუ ბეთლამდე რა. და ეხლა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც კიდე რომ მაინც და მე ჩემ დაბადების დღეზე 31 მაისს არის ძალიან მაგარი ბეთლები, ესე იგი შენ ხვდები ვილენს ხვდები, გოგონები არიან. კი, გოგოების ბეთლი არის რაც ძალიან საინტერესო. ანსკი და ლილე ენჯელი არიან. კიდე ფინალი რა თქმა უნდა, ვექილი ადო და ორიორზე იქნება კიდე ბიგესი და ატო ხვდებიან, დოქს და სტიჩის, ხო. აი ესეთ სურპრიზი მომიწყო, რა ქვია. დიჩიმ დაბადების დღისთვის და ვერ ვახერხებ წასვლას მაინც და მაინც და ცოტა ან პირველ ივნის ყოფილიყო ან აქეთ ყოფილიყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში გირჩევთ რომ წახვიდეთ კაი სანახაობა გელით იმიტომ რომ გოგოების იქნება მაიგ დროპის თემა როგორც საკაპელა არ იქნება ბიძე იქნება და თან პირველი არის ზოგადად საქართველოში ეგეთ რაღაც რომ გოგოებმა იბეთლაონ ანუ ენაის კი აქვს ნაბეთლავი მაგრამ ენაისი ბიჭებთან ბეთლაობდა განსაკუთრებით პელესთან თემას ახსენები ხოლმე დღემდე. ანსკი იყო სხვათა შორის ჩემთან პოდკასტზე, მაგრამ მეორე გოგონა არ არის ნამყოფი და 31-მდე ვეცდები რომ მოვახერხო ისე რომ ორივე გოგონები მოიყვანო შუაში ჩავჯდე და ვისაუბროთ რა. იქით-აქეთ რაღაცეებზე. ეხლა როგორ ემზადები 31-ისთვის ის მითხარი. როგორ ემზადები და მინდა რომ აი ჩემი წინა გამოსვლა ჩავფარცხო რა. სხვათა შორის საბაშა არ არის ესეთი მეტოქე, ესეთი ტიპია რა. იუმორიც უყვარს, სარკაზმიც ევასება. კი, მაგრამ მე ვთვლი რომ უფრო აკაპელა MC არის ეგ ვიდრე ბიძე შეძლოს რაღაცა ისეთ გარეთ. მოიცა თქვენც მაიგ დროპზე ხართ ახლა? თქვენიც მაიგ დროპია. მოიცა აკაპელა იმისი ორიორზე არის ესე იგი. ორიორზე აკაპელა ფინალია კიდე აკაპელა და გოგოების და ჩვენი ბეთლი არის. ოკეი, ახლა გავიგე. ნუ ახლა იმაზე უფრო შენ როგორ თვლი უფრო აკაპელა ტიპი ხარ უფრო თუ? აი არ ვიცი. სიმართლე გითხრა არ ვიცი, იმიტომ რომ ანუ ხასიათს გააჩნია როგორ ხასიათზევა რა. დაჟე სულ აკაპელა იყო ხოლმე მაშინ ხო არ იყო ჯერ ის შენ როცა გამოდიოდა? არა, მაშინ იდეაც ფლოუ და რაღაცები იდეის დონეზე არსებობდა. რომ რაღაცა BPM-ზე ბეთლი უნდა გავაკეთოთ რაღაცა, მაგრამ ანუ მაგის მერე მე მგონი 3 სეზონი გააკეთეს აკაპელა და მერე გააკეთეს ბიტზე პირველი სეზონი. ტრეკები გააქვს ხო შენ გაკეთო? კი. ტრეკები. ხო და მაგ როგორ ფიქრობ თუ არიცი მაინც საიტ აი ხასიათზეა დამოკიდებული. თუ ეს სისტემა თეატრში ვიღებე ხოლმე და კინოში მონაწილეობას თეატრი ჯობია თუ კინო ეგონტია ხო? აი რაღაცა ეგეთი კავშირი არის ჩემს და ამ ორ მხარეს შორის რა. იმიტომ რომ მაქსიმალურად რო ვცდილობ რომ ფოკუსირდე, ანუ ძალიან ზედმეტი ფიქრი მიყვარს მე რა. ხო. რაც ძალიან ცუდია და ვიცი რომ ძალიან ცუდია, უბრალოდ აი რაღაცა ბევრი რაღაცა სცენის წარმოსახვა მიყვარს ხოლმე რა ჩემ გონებაში. და მაქედან გამომდინარე ყოფილა რომ აი ატოსთან რო ემზადებოდი ბეთლზე რაღაცებს რო წერდი, მეთქი აუ ეს ბიტზე ანუ ბიტს რაც მოუხდებოდა ისეთი რაღაცები მქონდა. ხო რა და იმის ამოღება მიწევდა მე თან ისეთი რაღაცები იყო რომ ამ ბეთლზე ვეღარ ვსვავ ეხა და ანუ ისე გამოდი. ჩაგეყადა წყალში ტრეკში თუ ჩაწერსადი. თუ მაგაგიც არ ანუ ატოზე იყო და ატოზე ტრეკს არ მგონია რომ მიუძო. ხო რა. კაი, ეს დოუპზი ეს ნიკნეიმი რატო შეიცვალა? ნიკნეიმი შევიცვალე იქიდან გამომდინარე რომ მაქსიმუმი ძალიან აი ჯერ მაქსიმუმი რატო დაერქვი ის ვიკითხა და მე რატო შეიცვალე მაშინ ანუ რა იყო იცი ქრონოლოგიურად პირველად პირველად PvP-მდე თუ არ ვცდები იყო 2015 წელი ან 16 წელი Facebook-ზე ვნახე ივენთი იყო დადებული რა freestyle battle და ერთ ჩემ მეგობარი იყო მაშინ მეგობრობდით ახლა დიდი ხანია აღარ გვაქვს კონტაქტი მე და მაგ ბიჭს მიუწერე რომ მეთქი ნახე ბეთლის ვარიანტია მეთქი და გასვლა მინდა თქო რა ამ წერს ეს რაღაცას რომ არ გახვიდე ძალიან მაგარი ტიპები ჩთებია ანუ ეს ქუჩაში ხდებოდა თუ შენობაში ბარი იყო რა ერთ-ერთი ბარი იყო ეხლა აღარ არსებობს ეგ ბარი ძალიან დიდი ხანი გავიდა იმის მერე და
როგორც ვიცი აღარ არსებობს. შეიძლება სახელი შეუცვალეს და არსებობს მაინც, მაგრამ მე როგორც ვიცი არ არსებობს რა. არაო არ გახვიდეო ერთ სიტყვით ესეთი რაღაცა მითხრა და კარგი მეთქი. დაუჯერე რა. მაშინ მოусმინოთ მეთქი, მივიდეთ და მაინტერესებს ისეთ დონეზე მაინც ნახავ მოსმენის დონეზე რომ დავამუღამო რას აკეთებენ რა და რა არის მაგარი ფრისტაილი. დრონი შემოფრინდა. ამის კადრებს მე ინსტაგრამზე დავდებ. ხო და მივედით ბარის შესასვლელთან გავართ და გამოდის ერთ-ერთი ორგანიზატორი და კითხულობს ვინმე ხო არ გინდათ მონაწილეობა და მე არ ვამბობ არაფერს რა ეხა ამას ნათქვამი აქვს რომ ძალიან სერიოზული ტიპები არიან გადაგივლიან შეგჭამენ რაღა დაგამტრევენ ძლებში და რაღაცეები და მეთქი არ ვიღებ ხმას და თვითონ მიუბრუნდა და ამას უნდა გამოსვლა აჰა სახელი მითხარი. მეთქი მაქსიმუმი რა, ანუ ეგრევე რა, არ ვიცი საიდან წამოვიდა, მაგრამ ანუ რაღაცას ექნებოდა ქვეცნობიერში გავლენა მოხდენილი, მაგრამ ანუ ეს კონკრეტულად საიდან წამოვიდა არ ვიცი და იქ თქვი პირველად რა ესე და ანუ მაგ ბეთლზე გავედი და ემინემივით ახვედი. ხო, ანუ ზუსტად ის იყო რომ აი იმ ფრისტაილი არავინ არ იცოდა ვინ შეხვდებოდა და ძალიან საინტერესო ბეთლი იყო. ეგ ფრისტაილ ბეთლის კონკურსი პირველი მოიგო ორჯერ ჩაატარეს რა ერთი იყო შემდეგ წელს ორივე წელს მე არ ვიცი დავიწყე რომელ ბარში ტარდებოდა ჯანდაბარი ერქვა ჯანდაბარი შარდენზე რო მე ახლედიანზე მაშინ იყო ახლედიანზე იმიტომ რომ ჯანდაბარი მე დავითა მან ეხლა წასული არის ესპანეთში რეპერი ვარი ჯინი მან მუშაობდა ბარმენად ხო და ჯანდაბარშიც 1 2 3 ვიდეო გქონდა გადაღებული პოდკასტების და შარდენზე არის ეგ მახსოვს და შეიძლება სხვაგანაც ან შეიძლება გადაიტანეს. ხო, ანუ არ გამოურიცხოთ. მაგრამ ეგ ესე გამიმაზია მაშინ ეგ თემები. მე ისინი მახსოვს იქ საბაგიროსთან რო თემები ქონდა, იანგაიკი და საბაგიროზე მთელი ისტორიები არსებობს ჩემი იქიდან გამომდინარე რომ პირველად რო დავიწყე რა, აი ქართული რეპის ესე ღრმაძიება და აღმოჩენა რაღაცეების აღმოაჩინე რაღაცა საბაგირო ფრისტაილ აწერია ვიდეოს რა და გავხსენი და ტიპები დგანან და რეპავენ რაღაცეებს ქართველები რაღაცა კარგი ხდება ხო რა და მეთქი აუ რა მაგარია და მეთქი უნდა მივიდე და მეც უნდა გავრეპო მეთქი ამ ტექსტებს არ წერდი რა იმ პერიოდში ფრისტაილს ვამუღამებდი და ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ესე ხალხთან გამოსულიყავი და მეც გამერეპა რა რაღაცეები და ვეძებდი ამ საბაგიროს შენობას და აი მივიდოდი და უცებ არსად არავინ არ არის. ანუ მგონია რომ რაღაც დილას 11 საათზე მივალ ამ საბაგირო შენობასთან და ერთი 15 რეპერი დგას და რეპავს და ეგეთი სცენა დამხვდება და არავინ არ არის საერთოდ და საბაგიროსაც ვერ ვხედავ რა პროსტა შენობა. ხო და ანუ ისე დამთავრდა ეგ ივენთები რომ გამოვიდა საბოლოოდ რომ ვერ დავესწარი. ვერ. მაგრამ დავესწარი ამ ჯანდაბარის ივენთებს. და დოუბზი თვითონ დაერთი? დოუბზი ზი ჩემი სახელის პირველიასო თან შემოკლებულადაც კარგად ჟღერს. ამ დრონს რა უნდა ვიჭო. ეს ძალიან ახლოს იღებს თან ეს დრონი და ახლო კადრები იქნება ძალიან. კი, არა, ამას დიდი ალბათობით პრემია უნდა. და რა ვიცი, სპონსორებმა რო გაითვალისწინოთ ესეთი დრონის ამბავი არის მაგას და რაღაცა უფრო ისეთი რომ დავლიოთ ხოლმე კარგი ღირებული ძვირი დადგით კაცო სასმელი გინდა საჭმელი გინდა შევჭამთ დავლევთ რა ვიცი მე არ არის პრობლემა მადაც გვაქვს ყელიც გვაქვს გინდა სექსშოპიდან იყო სათამაშოებს და ყველაფერს ვიკადეთ თორეს მოსება იყო დოუბზი ზი იგი მითხარი შენი სახელის თემა და დოუფი არის ამერიკულ სლენგზე ნიშნავს მაგარს და ასევე არის ესეთი ნარკოტიკი დოუფი ამერიკაში რომელიც ერთი მოხმარებისთანავე იწვევს მიჩვევას და გამოკიდებულებას. ჩვენ ვემიჯნებით რა თქმა უნდა მეგობრებო, ხოლო ჯანსაღით წყალი და წყალი გაზიანებს არ მიეკაროთ, დიეტა დაიცავით, ხრის მერი არ ჭამთ. ზოგადად ეს ფრისტაილის თემა რამდენად არის ხოლმე შენთან, ანუ იქ მაგალითად რო გამოდიან ხოლმე რაიმე როც ხშირად მინახია რომ PvP-შიც რო რაღაც ფრისტაილებს რო ამთავრებს ხოლმე ოპონენტი ეს ფრისტაილის აქედან ეუნება და ეგ თემები შე რამდენად გაქვს ხოლმე ახლა აი ფორმაში მახვრი როგორ ახლა თუ მხოლოდ დაწერილი ტექსტით გადიხარ და მოჩა რა იყო იცი აი ახლა ატოსთანაც უცადე რა პირველ რაუნდში და არ გამომივიდა და მეორე რაუნდში გამომივიდა რა იმდენ რაღაცაზე ლაპარაკობდა იმ მომენტში რომ ვისმენდი ანუ რაღაცებზე ბევრი პასუხი მქონდა მოფიქრებული და უკვე ჩემი ჯერი რომ მოვიდა აი იმ მომენტში გავჭედე რა ანუ
დალაგებული რაც მქონდა ეს ქრონოლოგიურად ერთმანეთში დაიმიქსა და აი რაღაცა ვულკანმა ამოხეთქა, მაგრამ ამოხეთქა პატარაზე. არ წოდი გამოვიდა, არ ჩემფულისტება, ხო? ეგ რო გამოსულიყო კიდე უკეთესი იყო, მაგრამ უფრო რაღაც სხვანაირი ვარიანტი გამოვიდა რა. შენი ბეთლებიდან ეხლა რაც გამოხვედი, აი საუკეთესო ისინი რომლებია ხაზები თუ გახსოვს 1-2 რაღაცა. შენ რომელიც უთხარი. ბოლო ბეთლიდან. კიდაც ბოლოდან იყოს. ბოლო ბეთლიდან მე ძალიან მომწონდა ის მონაკვეთი, 8 წელია ჩემი ბოლო ქართული ბეთლიდან გასული, მაგრამ ვერ ხედავ ვერსად ჩემზე ეკლექტურს, ენა რომ ძდამებას ისე მოვექცევია მამებას თითქოს ვუტარებდე ძველ წნეთურს, გასახურებელ რაუნდს წერის შენ საუკეთესო ვერსებს შურს. და აღარ მახსოვს პროსტა. კარგია, ეიო, გავხურდეთ. ხმაური. PvP-ზე მაგალითად სულ სხვა დუხით იყავი ხოლმე და აშკარად გეტყობოდა ხოლმე რომ რაღაცა აი სხვა ვაიბი მოქონდა ხოლმე და რაღაც და ეხლა ეთქვა მაინც წლების თემა, მაინც თავისთავად რა. მაშინ უფრო რაღაცა აი ის მქონდა რა, ჟინი მჭირდა რომ აი ვერ უნდა მომიგონ და რაღაც და ეხლა უფრო აი რო წერ დაჟე აი ხა თუნდაც ვილენთან ბეთლის რაუნდებს რო წერ, ანუ პირველ რიგში მინდა რომ მე გამისწორდეს რა, რასაც დავწერ თავიდან ბოლომდე შესასრულებლად, ან მით უმეტეს ბიტზე არის და თან ბიტზე რო ესე ნაბეთლავები დიდ პუბლიკასთან და აი ესეთი არხის ორგანიზებით, რომელსაც ყავს ესეთი ბაბლი, რომ რამდენიმე ათას ნახვა ეგრევე აქვს როგორც კი იდება პროექტი. აი უფრო სხვა გამოწვევა არის მაინც ჩემთვის რა, იმიტომ რომ ბიტზე ხა ფრისტაილები გამიკეთებია ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ტექსტის დაწერა ბიტით არ გამოსულ ხარ, ბიტზე არ გამოსულ. არა, ანუ ერთადერთი ჟანდაბარშირეებიც იყო რა ფრისტაილები. ხო, რომელიც არ დევს სამწუხაროდ. არა, ეგენი არ მოიპოვება მე როგორც ვიცი. მე ყოველ შემთხვევაში არა. ხო, ნუ ეხლა შეიძლება ვიღაცას გქონდა მაშინდელი ნოკიევით ან რაღაცებით გადაღებული. აი ეხლა შენთვის ტოპ ტიპები ვინ არიან მაგალითად ბეთლებში? იმას ეთანხმები, რომ Young Mike და პერო გავარდნენ მაგალითად მაგ თემას. თუ ეყურებდი ალბათ. კი, ყურებით ვუყურე და ძალიან ბევრი რაღაც იყო გაურკვეველი. ჩემთვის იყო გაურკვეველი რა. იქიდან გამომდინარე, რომ კარგი იყო ორივე მხარე, ანუ ორივე მოდი მაშინ ჟიური შეფასება შევეშვათ. აი კონკრეტულად შენთვის როგორი იყო ხა, შენ რომ მდგარიყავი მაგალითად. შეგო შეაფასებდი. ხა, ვიციო Young Mike-ის მიმართ გასაგებია, მაგრამ ანუ მიკერძოებულობაში ჩაითვლება რა, რაღაც მხრივ, მაგრამ ანუ ჩემი აზრით არ უნდა წაიღოთ რა საბოლოო ჯამში რა, იმიტომ რომ ერთი რაუნდისთვის ხმა აუცილებლად ეკუთვნოდათ ოპონენტებს, მაგრამ ამათ ისეთი რაღაცები ქონდათ გაკეთებული, რასაც ჭირდება ძალიან დიდი სტაჟი და ძალიან დიდი მუშაობა რა და Big Fun-ის თემაც გაჩვენო და რომ ჩაუხვია ხა. მაგას შეიძლება ბევრი ვერ მიხვდეს რაღაც მომენტში რა და თან კიდე ერთი ისაა რომ ყოველთვის ამბობს ხოლმე ჟიური იმას რომ იქ რო დგახარ და ისმე ყუში შეიძლება ყველაფერს ვერ დაეწიო უცებ რა. არა, სხვათა შორის ეგ მართალი არის რა, იმიტომ რომ გროტასკი და მაიკი რო შეხვდნენ ნიკისლოუს და ბანის, ხო. ანუ მეგონა რომ ვაფშე სხვა რაღაცეებს ბაზრობდნენ რა. მით უმეტეს შენ ყუში არ გეკეთა, პროსტა იციდე ხო? ხო. და ანუ მეგონა რომ სხვა რაღაცეებს ლაპარაკობდნენ საერთოდ და რო დაიდო მე ეპიზოდი ჩავრთე და უყურე რომ მეთქი ხო სწორად გავიგე მაშინ რეებსაც იძახნა და ვაფშე სხვა რაღაცა იყო. ანუ შენთვის ახლა პელე და Young-მა მოიგო შენთვის პირად. ჩემი პირადი აზრით კი. ანუ არის კიდე რაღაცა ბეთლები მანამდელი, სადაც რავი, ჩემი აზრით სხვა ადამიანს ეკუთვნოდა მოგება და სხვა ადამიანმა მოიგო. კაი, ტახაბანის თემა როგორ მოგეწონა? თვლი რომ სრულიად დაიხარჯენ თუ პირიქით იმის ნახევარს არ დაიხარჯენ? არ გინახი? არა. ო, მაშინ შეაუნება გელის წინ, იმიტომ რომ მე ვთვლი პირადად, ეხა შენი აზრი არ ვიცი, მე ვთვლი პირადად, რომ ტახა არის ერთ-ერთი სერიოზული, აი როგორ თქვა რა, პირდაპირ რეპერიც ესე არა, არტისტი, რომელიც მუსიკალურადაც მაგარია, ვოკალურადაც და აი ძალიან ვისიამოვნებია. არა, ეტყობა რომ თავიდანვე როგორც კი გამოჩნდა, ბევრს შრომობდა. ხო, თავიდან ცოტა ის თემა ხო იყო რაღაც სატანისტის თემა, რაღაც ისა რაღაც მე თავიდანვე უყურებდი მაგ ბეთლებს და სხვადასხვა მაგაზე გამახსენდა. ეხა სოლონმა სამწუხაროდ წამაშლევინა თავისი პოდკასტი, მე შევეშვი ამ თემებსო საერთოდო დავანებეო მუსიკალურ კარიერას შევეშვი საერთოდ და იქ PvP-დანაც წაუშლიათ მაგის ისინი სადაც საერთოდ რეპის თემა იყო შევეშვი მაგ თემასო და რაღაცა საწყენია რა ეხლა მე ვიზერას ვიძახი ხა მე თვითონ შევეშვი წლებია მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა ამდენი ხანი მოდიხარ დაბრუნება არასდროსაა გვიან ხო მე დავაჰაიდე სხვათა შორის ეგ პოდკასტი არ წავშალე დავაჰაიდე და იმ იმედით უთხარი იმ იმედით რომ იმედია მეტყვი რომ დაუბრუნდი და
თო კაფე დავე, ისევ დააბრუნე როგორც საჭიროა რა. ხო და იმასაც ანჰაიც გაუკეთებ და კიდე ერთი პოდკასტიც მოიხოდება. ხო, ბაზარი არ არის, კი ბატონო. შენთვის ვინ არიან აი ტიპები დღეს მაგალითად? აი მოდი ჯერ აკაპელაში ვთქვათ, ხო, თუ აი ტოპ ტიპები რა. პირველ რიგში აი ძალიან დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დოკმა. ძალიან შენ იმას დაესწარე, დოკი და ჯიუნარი იყო თავიდან. არა, მაგ დროს ამერიკაში ვიყავ. მე ამერიკის ამბიც მომიყევი მე მაინტერესებს. კი ხო და პირველ რიგში აი დოკი ძალიან მაგარი არის რა. აი შეუძლია რომ ბევრი რაღაცა გამოიყვანოს ძალიან კარგად. ეხა ბიგესი ძალიან კარგი ბიჭი არის. ბიგესი მაგარი ძმა არის, მაგარი კაცი პოდკასტზეც ხომ ყავდა. ძალიან ისეთი როგორ თქვა, ისეთი რა, წყნარი, მშვიდი, ვადიოსანი, კაი კაცია ძალიან. ურთიერთობაში ესეც და რაღაც ხშირად ინსტაგრამზე მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს საუბრობთ რაღაცეებზე და ძალიან კარგი ადამიანი არის. სხვადასხვა ბიგესის დედიკოსაც მოკითხვა ძალიან ჩართული არის მაგ ამბავში და კი და აი ვიდეო ხო ნახე რაღაცა რო გაურეპა და აი მეთქი აი დედა შენ რატო არ ხედი ეგერე რაღაცა გული დამწყდა ასე თუ ისე, მაგრამ თან ძალიან გამიხარდა რომ აი ადამიანი ესე არის ჩართული რაღაც თავის შვილის ახას მამა არის ეგრე კიდე და მოსკას მამა. ვინც ვიცი მშობლების ამბავი და შეიძლება კიდე სხვებიც არიან არ ვიცი. და კიდე სხვათა შორის ახლა უნდა დავამატო ერთი რეპერი, რომელიც ჩემი აზრით მიკერძოებული არ ვარ ეხა ამ შემთხვევაში. ჩემი აზრით წამოიღებს მეორე სეზონს. ეს არის ადო. ეგრე თვლი? კი. იმიტომ რომ ანუ საერთოდ მე მეორე სეზონის პირველი ბეთლები რომ მოვისმინე, მე მგონი ყველა ჩაწერას დავესწრე. ქუთაისელი ბიჭი. ხო. ანუ რომ მოვისმინე და რაღაცა და რო ნახე ორი ბიგესის და ადოს პერფორმანსები მეთქი აი მაგარ ფინალს დადებს ორივე თან აი რაღაცნაირად მაინტერესებდა ეს რაღაც West Side-ის დაჯახება ფინალში და აი რომელი რას გამოიტანს რა ადომ სხვათა შორის მახსენა ჩემ პოდკასტს ახსენა მან რაიმე რუცე როცა არ ვესწრები ხოლმე მაშინ მახსენები და როცა ვესწრები მაშინ არ მახსენები ხოლმე ანუ ეგ რას ნიშნავს იცი როცა არ ხარ მაინც ხო ეხტება როცა არ ხარ მაინც ხო ბუბუ მოგიკითხა ხო ჩემგანაც ამერიკაშია ხო ის ბუბუა ხვალე იცი შენ ჯგუფი ხვალე კი ხო მაგის წევრი არის მოკითხვა წარმატებული სხვათა შორის ეხა აქ ჩვენ რო წერთ პოდკასტს იქიდან არის DL Shop-ის ლაივია ჩართული და ხალხი იქიდან გვიყურებს აი ესე ყველა მხრიდან ჩვენა ვართ ბიტზე ტოპ ტიპები ვინ არის ბიტ ბანი კარგი არის ძალიან ტახაც რა თქმა უნდა ანუ არ მიყვარს პროსტ ადამიანს რომ რაღაცეებს უკარგავენ რა ტახა აკაპელაზეც კაი იყო მაგრამ ბიტზე ბევრად უკეთესი გაიჩიტა რა ჩემი აზრით რა კიდე ბიტზე ჩემი აზრით ძალიან კარგი არის ნუ ხა შინაურებს არ ვიტყვი რა რეწყინე მიკერძოებული რო არის ხო ხო მაგრამ რავი მაინც რო ვთქვა ყველა მიხვდება მაინც Young Mike, პელე და გროტასკი გროტასკმა ნიკის ლოუსთან ისეთი ბეთლი დადო ჩემთვის რომ ეგ იყო ძალიან განსაკუთრებით პირველი რაუნდის ბიტი იყო ძალიან ისეთი კი აი თან old school თან აი ძალიან მაგასო დააჯდა ხო რა აი თითქოს აი რაღაცა გოჩას მაინდსეტი იყო გადმოსული ამ ბიტზე და ანუ ყველაფერი აი თითქოს მოსმენისთანავე ტექსტი ქონდა აწყობილიო რა აი ესე დაემთხვა რა მე ხა გოჩათან გამოცდილია გენაცვალა კი არა მე და გოჩა ძალიან ბევრჯერ ვართ გადაკვეთილები ნუ ახლაც ხშირად გვიწევს შეხვედრა მაგრამ აი ადრე დაახლოებით 2020 წლამდე აი სადაც შევხვდებოდით ერთმანეთს ყველგან ფრისტაილს ვკითხულობდით რა იმასაც მაგრა ევასება მეც მაგრა მევასება და დავდგებოდი სადაც თვითონ უკრავ და ბიტს გაუშვებდა და ვაფრისტაილებდით ხოლმე თვითონ შენი სურვილი მაგალითად როგორია აი ვის დაეჯახებოდი ხა შენ რო გადახედო ხა ამ თემაში ვის ეჯახები გასაგები მაგრამ შენ ვის დაეჯახებოდი შენი სურვილი ბევრი არის ეგეთი რავი თუნდაც ვინც ჩამოთვალე ნებისმიერი ანუ ყველას დავეჯახებოდი ოღონდ ანუ მაგრამ ფორმაში მოსვლა გინდა მაინც ხო არა უბრალოდ ანუ ის არის რომ ჯერ პირველ რიგში უნდა დავბრუნდე იმ ლეველზე რა ლეველზეც თუნდაც აი უკვე რო აღარ უჩანდი მაგრამ მაინც ვაკეთებდი რაღაცებს აი მაშინ თან ძალიან მაგარი რაღაცები მქონდა გაკეთებული ამას ვიძახი 2019-2020 წლები ხო და აი ძალიან მაგარ რაღაცებს ვაკეთებდი მაგრამ არ უდევდი რა არაფერს რა აჰა და აი იმ ლეველზე რომ მივიდე აი მე უკვე აი ჩემთვის სულ ერთი იქნება რა მაგრამ ანუ არიან ადამიანები თუნდაც ვინც ჩამოთვალე
რაღაც მიზეზების გამო არ მენდომებოდა მაგათთან ბეჭდვით, თუნდაც მინიმალური რო ავიღოთ ის ურთიერთობა, რაც ერთმანეთში გვაქვს. კიდე რა მაინტერესებს, მაგაზე არის ხოლმე ძალიან ხშირად საუბარი, რომ ერთმანეთს რო ესე აჯვავენ ერთმანეთს ულიან და ასე შემდეგ, აი მერე როგორ გაეხუტებენ ერთმანეთს და ასე შემდეგ. შენ როგორ განმარტავ მაგას, როგორც PvP-შიც გაქვს მონაწილეობა მიღებული, რაიმე რუჭიც. ხშირად არის ხოლმე აი მაგაზე საუბრები. აი ძალიან მარტივი არის რა, აი თუნდაც ავიღოთ UFC-დან მერაბის მაგალითი. ერთადერთი ტიპი, ვისთანაც მერაბს არ ქონდა სუფთა სპორტული დამოკიდებულება იყო პიოტრიანი, ჩემი აზრით რა. არც იმსახურებდა ის ხო, რა თქმა უნდა. მაქედან გამომდინარე არც ჩახუტებია და არაფერი, თორე დანარჩენი მე რაც მაქვს ნანახი, ვისთანაც იჭხუბა, ბოლოს ყველას გადაეხუია და ხო, მაგრამ იქ სიტყვიერი თემა არ არის. სამაგიეროდ ეწავენ ერთმანეთს და სიტყვიერი დაპირისპირება არ არის. რაც უფრო ის არის, ხო იცი მომენტში რო იციან ხოლმე, რომ ხელი დაგერტყა მერჩვინო, ვიდრე ხო იცი, ხო იციან ხოლმე გამოთქვა რა და აი მაგიტო არის ხოლმე რა სხვათა შორის ხო მე მაინც ყოველ შემთხვევაში მაინც ვიდრე რომ პური და სანახაობა ხო იცი ეგ თემა არის აი გასართობი კარგი შოუ ორივე ისიც და ისიც თუმცა კარგია რომ რაიმე რუთ სისტემა წამოვიდა იმიტომ რომ ეხა არ ვიცი ეხა რამდენად კონკურენციაშია PvP-სთან დაუშვათ მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა სიახლე მაინც საჭირო იყო რომ რაღაცა სხვა ლიგა ასე ვთქვათ რა კი აუცილებელი იყო ან თუნდაც აი ჩხუბის თემასაც რო გავყვეთ დღეს საქართველოში ორი ისეთი ლიგა არსებობს და რომელიც ძალიან მაღალ ლეველზე არის უკვე გასული გამა და რკენა. რკენა მაღალი ლეველი ხედავ. რკენამაც სხვათა შორის კარგად დადო თავიდანვე. სერიოზული თემა. ანუ რკენაში უფრო მეტი ინვესტიცია იყო ჩემი აზრით გაკეთებული და მაგიტო წავიდა რომ ბევრად მაღალი ლეველი გამოჩნდა რა თავიდან. ქართული რეპი როგორ დღეშია ეხა და საით არის? საით მიმართულებით საით მივდივართ? შენი ხედვით. ჩემი აზრით ძალიან ცუდ დღეში არ არის, კარგ დღეში არის რეალურად, მაგრამ არის რაღაცეები, თუნდაც აი ელემენტარული შერა პრობლემაც აქვს, სპონსორი. ხო, სპონსორი. ანუ რავი, რეკლამა რო გააკეთო ადამიანმა რაღაცის, მერე საძახებელი ხდება აი ყველაფერი, არ გააკეთებ რეკლამას. არ მაინტერესებს. ნებისმიერი ბეთები მოდით დამაფინანსეთ და არც თავის გამართლება მჭირდება არაფერი. ეხლა უკვე როგორ მომენტია რა. მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ, ვისაც თამაში უნდა. ეხლა მე მაგალითად 42 ხვდები თვის ბოლოს. ცხოვრებაში არ მომიწევია. დალევის პონჩიც ეხლა ნუ დაბადების დღე ძალიან აგლიოზია მინდა გამოჩება. აი რაღაც დაბადების დღეებზე და ისე და რაღაცა და რაღაც ხო და მაგრამ თუ არ გინდა ხო და წამალი კიდე ღმერთო დამიფოროს. თუ არ გინდა არ გაძალებს არა. ხო, თუ არ გინდა ადამიანს უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის პროვოცირება რომ აი აფიშირება გაჩე როგორი აფიშირება მოხდება ხა მე რო თქვა მაგალითად რომ ჩემი სპონსორი ესა და ეს ბეთი და შენ შედი შვილო იქ დარეგისტრირდი გაიგე მიიღე რაღაცა მაშინ არ ვიქნები სწორი რა და ხა მე რო ვიტყვი რომ ჩემი სპონსორი ესა და ეს всё მან დამთავრდა უკვე შენი არჩევანი შენ გინდა გადახვალ გინდა რას გააკეთე ან მაგიტო ვფიქრობ რომ აი ზოგადად ესეთ პროექტებში ყველაზე კარგი სპონსორები იქნებიან ჩემი აზრით სასმელები აბა რა თვითოჭიკას გადაკრავ ხელს გაიხურებ მარტო ალკოჰოლი კი არა ანუ გასაგრილებელი ალკოჰოლს ენერგეტიკული ამ ძალიან ბევრი რაღაცა და ბევრად უფრო მარტივად მისასვლელი არის ხალხის აზრამდე რომ იცი რა ანუ რეკლამა ხდება სასმლის რაღაცა არც თან რეპერებს თანამედროვე თაობაც უღურებს თინეიჯერობაც კი ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებს თვალთაში შეიძლება თვითონ რეპი არ მოწონდეს ადამიანს არ უსმენდეს მაგრამ რაღაცა იმ კონკრეტული ადამიანის ტიპაჟი იყოს საინტერესო და აი პოდკასტი მაგიტოა კაი და არა მაგალითად მხოლოდ ინტერვიუს სახით რო არის ხომ ეხლა თუ მაგალითად ვიწყებ ხომ რაღაც კითხვები მაქვს მაგრამ თუ ხედავ რომ კონკრეტული მიმართულებით მიდის იქ აღარ ვცდილობ რომ რაღაცა ჩავეძიო მაინც ამეთი კითხვებს, იმიტომ რომ უკვე მე ინტერვიუს ემსგავსება. და ეხლა რაღაც მაკაცურად რომ საუბრობ და რაღაცა მაინც ხო, ანუ ბევრად გახსნილი როცა ხარ ადამიანთან, უფრო საინტერესო ხდება ეს ყველაფერი, თორე ჩაკეტილი როზის ადამიანი და კი, არა. აი ეგეთ პასუხებს როგორც მე საბოლოოდ რომ აი უნდა ეხვეწო რომ რაღაცა გითხრა. ლასკაკუცი, ფრელტუჩად რომ ამოაგლიჯო სიტყვები და თელი ამბავი. წეგან ახსენი ამერიკაში ვიყავი. კი. რა ხდებოდა იქ? ჩითავდა ნაშობა.
არ მკითხო. არა, იქ რეპის თემაში იყავი თუ რამე სხვა ბიზნესში თუ ანუ ცხოვრობდი რა, ასე ვთქვათ და ნუ რეპ ფული ხეზე ასხი არ ეგ ეგ არის სად იცი, აი Times Square-ზე რო გადიხარ. მანდ ჩასახვევი 59 ქუჩაზე ჩასახვევი და მანდარი კონკრეტულად მაგ ხეს ასხია ხო? არა, შეხედე მან ჩასახვევთან ჩადიხარ. მანდარი მე ეს food truck-ი საჭმლისისა რა, ავტობუსი. მაგის გვერდით არის კიდე ეზო და იქ შედიხარ და იქ არის პატარა ბუჩქი. წონად ყოფილი. კი, მაგას ვინ გაგიმხელს ახლა 50 cent-ი გეტყვის მაგას არა. თორე რო ვნახე და რო კითხე სად არის ეგ ხეთქო მე ჩემით მივაგენი. გადაობა ეგეთ იყოს და იქაურ არტისტებთან შეხება არ ქონია რო იყავი თუ ქონდა? ანუ როგორც ესეთ პროფესიული შეხება არ მქონია. არა, გაცნობის პონჩი რამე. ანუ 50-ს შევხვდი თავის ივენტზე, ანუ ესე დაესწარი ივენტი. ხო და ანუ როგორი თემა იყო, იცი, კლუბში შემოდიოდა და ისე რომ ფოტო გადავიღოთ რაღაცა? ფოტო არ გადამიღია, ვიყავი ძალიან მთვრალი, ბევრი დავლიე ძალიან და თან მეგონა რომ ფეიქი იყო რა ეგ ივენტი რა, იმიტომ რომ ბილეთში გადავიხადე $60. ანუ ფასდაკლებით იყო გაკეთებული თუ აი არ ვიცი, ანუ პროსტა შემხვდა რაღაცა ისა ივენტი იყო, გადავედი საიტზე და 50 cent-ი თან კლუბის სახელი ვიცოდი და მყოფი ვიყავი იმ კლუბში მანამდე და მეთქი რა ვიყიდი მეთქი და თუ არც მოვა ხო რა და თუ არც მოვა მეთქი გავერთობი რაღაცა ხო იქნება მეთქი და გაიჩნდა და მოვიდა და დავინახე თუ არა გავიქეცი ეგრევე რომ მეთქი უნდა შევხვდე ამას თქო და არა მივედი ოღონდ როგორ მივედი იცი ანუ კლუბის მეორე მხარეს ვდგავარ ორი შესასვლელი აქვს და მეორე მხარეს მე ვდგავარ იქით ამ მხარეს თვითონ არის და შემოდის და ძალიან ბევრი ხალხი ირევა და თან შუაში არის VIP მაგიდები არ დავაგებული და თუ VIP-ს მაგიდა არ გაქვს აღებული და გადახდილი არ გაქვს აურაცხელი ვერ შედიხარ იქ რა და რო დავინახე ეგრევე გავიქეცი და დაცვა მომსდევს აქედან VIP-ში ნუ შედიხარ რომ მიყვირის რა VIP-ში ნუ შევდივარ გამანები თავი თქო და გავიქეცი ეგრევე და მივარდი რა და თან კლუბის ოპერატორი მოყვება რა და ერთადერთი თეთრი ტიპი ვარ ვინც ამ სასტავთან ერთად დგას რა და მოდის და აი ესე ვდგავარ და თვითონაც შემხვდა და ხელი რო გაუწოდე ჯერ მაგრა ისე გამომხედა რომ თეთრი ვიყავი და მეგონა რომ არ მოეწონა რა და ხელი ჩამოვართვი და 1-2 სიტყვა გაუცვალე რომ მე ანუ ეგ ბედნიერება ქონდა კი ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა თვითონ თეთრი გაუკვირდა ემინემის ბაკაცი მაინც არ იყოს ნუ ხო მაგრამ ცოტა ისეთ დამოკიდებულება ქონდა უკვე დაწყებული იყო მაგას და დიდის შორის რა ეს უთანხმოებები რაღაცა და რაც უკვე გავარ და რაჭი რა ხდება ხა დიდი ძიეს ამბავში სხვათა შორის ბოლო ინფორმაცია რა მაგასთან დაკავშირებით მე რაც ვნახე იყო ესეთი რაღაც რომ დიდის შვილმა დაპოსტა თუ არ ვწდები Twitter-ზე თუ სადღაც რომ მამა ჩემიდან გამომდინარეო 50-ს რო ვნახაო მაგრად უცემო რა ხო გავიზონა 50 ვარდი 50 cents რო ვითომ ამბავიო მაგრამ ფილმი რო გადაიღო 50 ნახე ხო დიდი არა ფილმი არ მინდა 4 სერიანი ფილმი დოკუმენტალური კადრები ტიპს ჰქონდა თვითონ გადაღებული ანუ რო დაყვებოდა ოპერატორი და რაღაცა ქალებს როგორ ცემდა ის ანუ კადრებად რა შენახული და 50 cent-მა გადაიხადა მაყუთი ეს კადრები გამოვართო იმ ვიღაცას თავისი რაღაცები დაურთო და 4 სერიანი დოკუმენტალური ტიპები რო ბაზრობენ ამაზე რომ აი ესე აკეთებდა ისე აკეთებდა პლუს ამ დანართები ეგ უნდა ნახო უცებად 4 სერიანი ფილმი არის და ემინა გაასწორა მიწასთან მაშინ ჩაუჯდები ნახო ხო და აი ახლა ვინც იწებენ რეპერები მაგალითად და უნდათ რომ მაგალითად არის გამოვიდნენ და რაღაცა მთელი დვიჟენიები რას ურჩევდი როგორც გამოცდილი რეპერი პირველ რიგში წიგნების კითხვას საინტერესო რჩევა იმიტომ რომ წიგნი თუ არ წაიკითხე და თუ არ მიხვდი როგორი არის წერის ტექნიკა კონკრეტული ადამიანის ანუ ლექსები ზოგადად ეხმარება რეპერებს მაგრამ ლექსის მუღამი მაინც ის არის რომ აი ისწავლიან მერე სუფრაზე წაიკითხავენ რაღაც და ასე შემდეგ რა თავისი ქართული კულტურიდან ხო რა ქართული კულტურიდან გამომდინარე რაც არის მაგრამ ფიქრობ რომ წიგნების კითხვა ზოგადად სიუჟეტის განვითარებას განსაკუთრებით ახლა ძირითადად ჩვენ მაინც ბეთლს შევეხეთ დღევანდელ საუბარში და მან აი გონია რომ უფრო აი წიგნების კითხვა სიუჟეტური განვითარება ამ ყველაფრის ზოგადად წიგნებიდან უფრო მოდის რა ან უნდა გქონდეს რაღაცა ღვთისგან ნაბოძები ნიჭი რომ ესე წერა იცოდე ან უნდა ისწავლო რა უნდა იკითხო და იმ კითხვიდან გამომდინარე ისწავლი როგორ იწერება პირველივე ტრექსო ჩაწერთ ხოლმე ეგრევე ნუ გამოვაგდეთ ხოლმე პირველი მეორე მესამე ჯერ კარგად ისაკენით და მე მესამე მეოთხე ტრეკიდან დაიწყეთ გამბოშვება რა სიტყვი ეგრე არის თუ თავიდან უნდა გამოვაგდონ პირველი არა მე სხვანაირად ვფიქრობ
აბა თქვი, მე ეს ვიფიქრე. 1-3 წელი არ უნდა დადო არა. დაჟი. ანუ პირადი გამოცდილებით ვიძახი რა. იქიდან გამომდინარე რომ მე მოусმენენ და იფიქრებენ რომ აი ეს რამ ჩამაწერინა რაღაცა და მე მაინც წაშლია. მე მოუწევ წაშლა. ხო, ანუ მეც გამიკეთებია, ანუ არ ვიძახი რომ აი ვიღაცა შეგეშლება და კაი. იმიტომ რომ აი მაგალითად მაგარ დონეზე გახვედი და ვიღაც საინტერესებს დავუშვათ საიდან იწყებდი. ხა გასაგებია რომ თავიდანვე შეიძლება ისეთი არ იყო ხო მაგარი. არა, ხო, მაგრამ ანუ რაღაცა მინიმალური ზღვარი ხო არსებობს. მე ვიზე ვიძახი ჩემი ტრეკების უწავშალები რომ გადმოვედი მე რაღაცები დევს, მაგრამ ძირითადი ტრეკები ხა ბიონსე და რაღაცები დევს, მაგრამ რაღაცები რაც იყო ქვეყნის ტრეკები წავშალე რომ ანუ რაპონჩი წავშალე ყოფილიყო რას მიშლი და ხეს რომ ვითომ აი ესტრადაზე რომ გადავედი. ნახავს და აგროვებდა რაღაცა. ხო, არა, ვითომ ესტრადაზე რომ გადავედი და რაღაცა ვითომ რა თქმიდა რომ ესენი იდოს თუ რაღაცა, რავი, მაშინ რას ვფიქრობდი, რავი. ეხა კი ისევ რეპერების ამბავში ვარ, მაინც ტრიალებ ამ თემაში ტოკაბეს პოდკასტში. და არ გამორიცხო სადღაც მოგიწიოს კიდე გარებო. გასაკვირი არაფერი არის, გენოცოდი, როცა ამ მუღამში ხარ ადამიანი. მოკლედ, კიდე ერთხელ შეგახსენეთ, როგორ არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო, კომენტარები დაგვაყარეთ და კაი კომპანიები თუ იცით სპონსორობაზე ბაზარი არის. კაი კომპანიებზე გამახსენდა. DL Shop-ი, ალექსანდრე ყაზბეგის 43-ია, აგე? თავისით გადმოვარდა, აგე? DL Shop-ის საჩუქარი. ფულსი შოვი, ხო? ძიზო ვარდება ფულსი შოვი. რა სიძახი? აი, ორივეს და შენც მოიხადე. და დავხარო. ხო და იქნებ მე მაინც გვიშო სპონსორობაზე. რატომაც არა. ხო და ასევე გდაში ვეკუას 53 ნომერში. შეგიძლიათ იქაც მომზადოთ. მოკლედ არჩევანი ძალიან კარგი აქვს. სხვათა შორის კაი რაღაცეები იყიდება, Golden Goose-ების რაღაცებსაც მოვკარი თვალი კიდე. კი, არა, ბევრი კარგი არჩევანი არის. კარგი ბრენდები არის სხვათა შორის და შეგიძლიათ ფასდაკლებებიც არის სხვათა შორის. ფასდაკლებებიც არის და მოდით და ნახეთ, რა ვიცი ხა. რა თქმა უნდა, აღწერაში იქნება მითითებული Instagram-იც, Facebook-იც, რავი, რასაც მომწევს ალექსა ხომი, ჩაყვი ხომი ყველაფერს აღწერაში, ხო და რა შეეხება დანარჩენს? რა ვიცი, მე მაგრამ გამისწორდა. ჩვენ რა თვიბაზეთ, იმას შევეხეთ, ამას შევეხეთ. ცოტა აი რამე დაგაკდა? არა, ცოტა ნიხვატკა უნდა დავუტო. ხო, ეგეც არის, ხო. მაპატიეთ ეხა რუსული სლენგებისთვის, მაგრამ სლენგია ეხა. კრინჯაობა თუ მოსულა, ნიხვატკებიც მოსულა რაღაც. არა, როგორ რაღაცა უყურე ერთადერთი არის, ეხლა რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით ვაკეთებ ხოლმე პოდკასტებსაც, მაგრამ რეპერებთან რომ ჯდები, აი რაღაც თქოს რომ ვერ ვწღე, მე თვითონ მინდა რომ რაღაც ბევრი ვიბაზრო, დიდი ხანი ვიბაზროთ, მაგრამ ესე ეხლა მართლა 5 საათი ხო არ დაჯდები. ერთი ლაივი გავაკეთე, პელესთან სახში ვიყავი ბაიძიასული და 4 საათიანი ლაივია. თან ლუცუბერავდი, თხილი გაატრეტილებ თვალები ვარ, თან პელერებავ და რაღაცა და აი ეგეთი პონტი ასწორებს, რომ ლაივში რო ხარ, თან იქვე კითხვები რაღაცის და აი ესეთი ლაივები ისე ვიქნება ნელ-ნელა ჩემ ახსე და მე შენც მოდი ხომე და იქ საათობით ვიბაზოთ დავლიოთ. საინტერესო იქნება თან ლაივ რეჟიმში მაყურებელთან ინტერაქცია. ხო და თან რაღაც აზრებს გავცვლით, გამოცვლით და ასე შემდეგ. რაიმე ხო არ არის ისეთი რაც გინდა მაგალითად დაამატო ან თქვა ან რამე ისეთი რაც ბილეთები იყიდეს ბეთლის. 31 მაისი რაიმე რუცის მაგარი ივენთი არის. რა ვიცი, ყველა მანდარიან 31 მაისამდე რაც პოდკასტები დაიდება, ყველგან ამოვანებთ ამ აფიშას და ყველგან ვიტყვი ხოლმე რომ ცუდი ხალხი ხართ, მაინდამაინც 31 მაისო დაამთქვით ეგ ყველაფერი. მე ხა დაბადების დღეს ვერ გადავდებ, ისეთი კაცია, მაგრამ რა გავაკეთო? მაგრამ თან კვირა არის. სამაგიეროდ YouTube-ზე უყურებ, თუმცა ჩემი გამოცდილებით გეუნებით საკუთარი გამოცდილებით რომ ხარ გაიჩი ალექს. საკუთარი გამოცდილებით გეუნებით რომ იქ რომ მიდიხართ საერთოდ სხვა ვაიბია. რაღაცები იჭრება. ბოლომდე ხვდები ახლა მაგალითად დოკის და სენსეის ბეთლზე, რა მე მგონი იცი ეგ მაგარი გადაობა ბეთლი როგორ ვიცი კაცო ეს. წყილმა რო ჩამოიარა. სენსეის რაუნდის დროს და შუაში იმარო გაურება მე რომ ვერ გაიგეს რა. ხო და ანუ ეგეთი რაღაცეებიც ხდება, რაც კურიოზული მომენტი არის, რასაც YouTube-ზე ვერ შეიძლება ქართველები არ იყვნენ. არა, სხვათა შორის არ იყვნენ ქართველები. ეგეც მივხვდი. ანუ თავიდან რო ვუყურებდი რა, ანუ ჩემი ბეთლის მერე დავამუღამე ეგენი და ვუყურებ რაღაცა და ანუ ისეთ შთაბეჭდილება რჩებოდა რომ თან ისე ეცვათ რა, რომ მეთქი აი რაღაცა ლექტორები არიან თუ აი რაღაცა სხვა ამის შესაძლებლად ხო არ მოვიდნენ. ხო, ან მეთქი აი რაღაცა ფილოლოგები ხო არ არიან, ან რაღაცა ლიტერატურასთან დაახლოებული პირები, რომლებიც რაღაცა სხვანაირ ანალიზს უკეთებენ რა ამას და თან იჯდნენ ბართან იმ მომენტში. სანამ და ის მაინც ვერ ნახეს რომ ამდენი ხალხი შემოკრებილი არის და რაღაცა ხდება? არა ინტერესებდათ რა. არ ვიცი გენაცვალი, არ ვიცი. დროებით აბა გემშვიდობით მეგობრებო და დაედოდეთ შემდეგ პოდკასტებს რა. ოღონდ ერთი პირობით უაჭველნა გამოიწევოთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო
კომენტარები მოგვაყაროთ და კიდე დამეკომენტარეთ ვინ მოვიწვიო. მე კი ვიცი ახლა ვინც უნდა მოვიწვიო. მაინც თქვენი აზრით დააფიქსიროთ. და რამე კომპანიის სახელი გასპამეთ, დათაგეთ Instagram-ზე სადმე რომ რაღაცა ამ კაცსაც 1-2 კაპიკის ახმარების საშუალება. მივდგეთ, მოვდგეთ კამერები დავამატოთ, რაღაცა სხვანაირ ბუმი მიკროფონები ისე რა. თემები რა, ისევ რომ მოვხოდო რომ მანქანა მოვაწყოთ ისე რომ აი ესეთი ორი სავარძელი იყოს და მანქანაში მიდიოდეს ეს. ბევრი ესეთი სტუმარი, მეგობრებო, კაი სურვილებია ძალიან. კრეატივი. აბა, დროებით ეგ არის რა. ის. აჰა.